გოჩა ენუქიძე 17 წელია პარლამენტის წევრია. ნაციონალური მოძრაობიდან ქართულ ოცნებაში პორტირებული მარადიული დეპუტატი. ჩვენ მიერ მოძიებული დოკუმენტების თანახმად, ჰესების აშენებას ქვემო სვანეთის გარდა ზემო სვანეთში, რაჭასა და გუდამაყრის ხეობაშიც აპირებს. მესტიაში კასლეთი 1 ჰესის პროექტში მისი მეწილე ქართული ოცნების პარლამენტის წევრი და პრორუსული პროპაგანდისტული მედიის პოსტივის მეპატრონე ვიქტორ ჯაფარიძეა. ენუქიძე 8 ჰესიდან 2-ში წილს არავის უყოფს. გუდამაყარი ჰესი მთლიანად მისი საკუთრებაა. კომპანიის მოგებას არავის გაუყოფს რაჭაშიც. მისი მერვე ჰიდროელექტროსადგური მდინარეს საკაურაზე, ონის სოფელ საკაოში უნდა აშენდეს. საერთოდაც რაჭა ენერგეტიკული ბიზნესით გატაცებული ყოფილი და მოქმედი მოხელეებისა და მთავრობასთან დაახლოებული პირებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი რეგიონია. თითოეულა კომლიან სოფლებში ხალხისგან დაცლილ მხარეში ხელუხლებელ ხეობას აღარ ტოვებენ. ქართულმა ოცნებამ ყველა მდინარე მისთვის ერთგულ ადამიანებზე გაანაწილა. აქ სიცოცხლე უნდა დუღდეს. ეგ არ არის გამოსავალი, რომ რავი დაცლილ რაჭაში, სადაც წინააღმდეგობის გამწევიც არავინ არ არის ხომ ყოველ შემთხვევაში, მე რასაც უყურებ, როცა რაღაცა ისეთი საჭირბოროტო საკითხი არის და ისეთი, რა ქვია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ძალიან ადვილია, რომ მოსახლეობისგან დაცლილ ადგილზე, სადაც ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველია, პენსიონერია და ასე შემდეგ, შენს მიზნებს მიაღწიო თუნდაც ცოტა ისეთი შაუბნელი გზებით. ხო და ეს ვერანაირად ვერ იქნება საომავლოდ რაღაცა ეკონომიკური რაღაცა იმისი აყოლების გარანტი რაჭაში და იმის გარანტი რომ აქ ხალხი დაბრუნდეს და რაღაცა სიცოცხლე ჩქეფდეს. რაც 7 წლის წინ რაჭაში დაბრუნდა და ხელი მეღვინეობას მოჰკიდა, ლევან კერვალიშვილი სულ იმის ფიქრშია, რატომ იცლება მისი მშობლიური მხარე. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, გზების დაგება, სკვერების მოვლა პატრონობა, ამან ხალხი ვერ დაამაგრა და გარშემო ის 1-2 მეზობელით შემოეცალა. მას რომ საწნახელის დამზადება დასჭირდეს, რუსეთიდან ჩამოტანილი ხის მასალა უნდა იყიდოს. არადა მისი მამაპაპისეულის საუკუნოვანი სახლი თავის დროზე იქვე, ტყეში გაზრდილი ხით ააშენეს. დღეს რატომ ხდება, რომ უბრალო ადამიანებს ბუნებრივ რესურსებზე ხელი აღარ მიუწვდებათ? შეშად რომ ერგებათ, იმ ხესაც კი ვერ მოიხმარენ, ეგრეთ წოდებულ საფეჩე სიგრძეზე თუ არ გადაჭრეს. არადა მთელი რაჭის და მთელი საქართველოს მდინარეები ერთეულ, პრივილეგირებულ ადამიანებს მიაქვთ. ლევანს ვერ გაუგია, როგორ შეიძლება ქვეყანას გრძელვადიანი ხედვა არ გააჩნდეს. რა უნდა? უნდა ღვინის და ტურიზმის ქვეყანა იყოს თუ იყოს ჰესების ქვეყანა. თუ ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი, მაგალითად ჰესის მშენებლობა, იმაზე მეტ სიკეთეს მოიტანს, ვიდრე ზიანს, თქვათ, გარემოსთან დაკავშირებით, ადამიანებთან დაკავშირებით, ეკონომიკური თვალსაზრისით და ასე შემდეგ, მაგ შემთხვევაში შეიძლება გამართლებული იყოს. თუ ეს ჰესი რაღაცა კონკრეტულ გარემოს იმხელა ზიანს არ აყენებს, რამხელა სარგებელსაც აძლევს, მაგ შემთხვევაში შეიძლება გამართლებული იყოს, მაგრამ ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში და ისეთ პირობებში და ისეთ სახელმწიფოში, სადაც ფაქტურად სამართალი არ არსებობს. ხო, ანუ ესეთი რაღაცები, კვლევები არის გაყალბებული ხშირ შემთხვევაში გარემოს ზედამხედველობის კვლევები რა ზიანი შეიძლება მოიტანოს ამა თუ იმ პროექტმა. არის რაღაცა კლანური ბიზნესები, რომლებიც ანუ სათავისოდ ამბობენ ყველაფერს და ასე შემდეგ. ჩვენ არ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თანაბარი უფლებები აქვთ ადამიანებს თუნდაც ბიზნესის თვალსაზრისით, ხო? მე კიდევ ერთხელ ვამბობ იმას, რომ თუ იქნება რაღაცა თანაბარი გარემო ბიზნესის კეთების მხრივ, თუ იქნება სამართლიანი გარემო და ასე შემდეგ, მაშინ შეიძლება ვისაუბროთ ამაზე, რომ რაღაცა რაჭა ვაქციოთ ერთთლიან ხესად. თუ ეს გამართლებული იქნება, კიდევ ერთხელ ვამბობ რა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეგრე არ ხდება სამწუხაროდ რა და ვერ მივახციეთ ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც აი ეს დეტალები იქნება გათვალისწინებული და რაღაცა ადამიანი თავის სიმართლეს მოძებნει.